შენ გპირდებოდან უსასრულო ინტელექტს თვეში მხოლოდ $20. ეს დაპირება უკვე ირღვევა. ხელოვნური ინტელექტი უნდა ყოფილიყო ისეთივე იაფი და უსაზღვრო, როგორც ელექტროენერგია, მაგრამ ეხლა სილიკონის ველი მას ზღუდავს. მოდელებსა და პლატფორმებზე მომხმარებლები ახლა უფრო მკაცრ შეტყობინებების ლიმიტებსა და შემცირებულ ცდომას აწყდებიან. ეს გავს ულიმიტო ბუფეტს, სადაც გეუბნებიან, რომ რამდენიმე საათში ერთხელ მხოლოდ ერთ ლუკმას მიიღებ. უსაზღვრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ნელ-ნელა ქრება. ამის მიზეზია დიდი ტექნოლოგიური კომპანიების შიგნით დაწყებული ახალი აჟიოტაჟური თამაში, რომელსაც token maxing-ი ქვია. თუ ხელოვნური ინტელექტი უფრო ძლიერია, რატომ მცირდება ცდომა? საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ვინც ChatGPT+ იხდიდა, შეეძლო გაეხსნა OpenAI-ის უახლესი მსჯელობის მოდელი O1 Preview და გამოეკენებინა მაშინ, როცა სჭირდებოდა. შემდეგ 2024 წლის სექტემბერში დაწესდა ახალი ლიმიტი, მხოლოდ 50 შეტყობინება კვირაში. მათთვის, ვინც ხვეს ყველაზე მეტს იხდიდა, ეს ნიშნავდა მხოლოდ რამდენიმე რეალურ საუბარს, 7 დღეზე გადანაწილებულს. წინა თაობის მოდელებთან შედარებით, ეს დაახლოებით 98%-იანი შემცირება იყო. როგორც კი კვოტა იწურებოდა, ეკრანი ჩერდებოდა. არსებობდა ამის გვერდის ავლის გზა, მაგრამ ამას თავისი ფასი ჰქონდა. 2024 წლის დეკემბერში OpenAI-მ შემოიღო ახალი დონე სახელად ChatGPT Pro, რომლის ღირებულება თვეში $200 იყო, რაც პლუსის ფასზე 10-ჯერ მეტი იყო. ამასთან ერთად მოხდებოდა თითქმის შეუზღუდავი ცდომა იმავე მოდელზე, რომელზეც ახლა ყველა სხვას ლიმიტი ჰქონდა დაწესებული. შეუზღუდავი ინტელექტი ჯერ კიდევ არსებობდა. უბრალოდ ის ბევრად უფრო ძვირიანი ფასიანი ბარიერის მიღმა გადავიდა. OpenAI-მ ეს ნაბიჯი წარმოადგინა როგორც შიდა მოწესრიგება, სერვისის ხარისხის დაცვის საშუალება. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებდა, ეს ისე აღიქმებოდა თითქოს ინსტრუმენტი მოულოდნელად და თითქმის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხელმიუწვდომელი გაუხადეს. მოდელი არ გამქრალა, მაგრამ მის მიღწევას უფრო მეტი სირთულე ახლდა. ხალხმა დაიწყო საკუთარი თავის შეზღუდვა. ისინი ინახავდნენ ყველაზე რთულ კითხვებს ან სამუშაოს იმ საათისთვის, როცა კვოტა განახლდებოდა. და თუ კვოტა ამოეწურებოდათ, უბრალოდ ჩერდებოდნენ და ელოდებოდნენ. კომპანიები, რომლებიც წლების ალბრობდნენ ინტელექტის გაიაფებასა და ფართო ხელმისაწვდომობაზე, ზღუდავდნენ ცდომას იმაზე, რასაც მომავალად ყიდნენ. დიდი დაპირებებისა და იმ რეალობის შორის, რასაც ხალხი რეალურად იყენებდა, სხვაობა უგულებელყოფა რთული იყო. მიზეზი აშკარა იყო. ამ მოდელების სრული დატვირთვით მუშაობა, როგორც ინდუსტრია მასშტაბირებდა მათ, ფინანსურად აღარ ამართლებდა. ამიტომ დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა იდეალური გამოსავალი მოიფიქრეს: ტოკენების მაქსიმიზაცია. Tokeni უბრალოდ ენის ნაგლეჯია, სიტყვა, მანქანის აზროვნების პატარა ნაბიჯი. ასე რომ, როცა მოდელს ძველი მეთოდით ვეღარ გახდი უფრო ჭკვიანს, აიძულებ უფრო მეტად იმუშაოს. აიძულებ ბევრად მეტი სიტყვა ან ტოკენი გადაამუშაოს იმავე პასუხისთვის. მყისიერი პასუხის ნაცვლად სისტემა ახლა ჯერ საკუთარ თავთან საუბრობს, შუმად და დიდხანს. ეს შეიძლება 10,000-ობით სიტყვა იყოს, სანამ ერთი წინადადება საერთოდ მიაღწევს თქვენს ეკრანს. და იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ადამიანების დაწერილიდან ისწავლონ, უახლეს მოდელებს აწვდიან უზარმაზარ ტექსტებს, რომლებიც ძველი მოდელების მიერ გენერირებული. მთელი აზრი იმაშია, რომ ბრუდი არ გასწორდეს და უფრო მეტი გამოთვლითი რესურსი გაიაროს იმავე მანქანაში. მასშტაბი წარმოუდგენელია. მეტასლამას ამა გადამუშავა 15 ტრილიონზე მეტი ტოკენი ტექსტი, რაც დაახლოებით 7-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ვერსიაზე გამოკენებული მონაცემები. ადამიანის ეკვივალენტი, რომ ციგნების თაროზე დააწყოთ, ის თითქმის 1800 მილის სიგრძის იქნებოდა. ტოკენების მაქსიმიზაცია ამ რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. მოდელები რთულ კითხვებზე პასუხისას თავიანთ ძველ შედეგებს ხელახლა ამუშავებენ. ეს იდეა კარგად ჟღერს. იმავე ჩიპებიდან მეტი ინტელექტი იწურება, ახალი სუპერკომპიუტერის გარეშე. რაც უფრო დიდხანს ესაუბრება მანქანა საკუთარ თავს, მით უფრო მეტად შეუძლია შეამოწმოს თავისი ნამუშევარი, სცადოს იდეა და შემდეგ უარყოს იგი. დამატებითი ფიქრი თითო სიტყვით იძენებს. ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის მოკლე პაუზა და შემდეგ პასუხი. მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა წარმატება, რომელსაც უნდა ხოდბა შეესხა. ეს გაჩნდა სუფთა პანიკის შედეგად. რაღაც ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გაფუჭდა, დასთანხდა მასთან ყველაზე ახლოს მყოფმა ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რა იყო ეს. 10 წლის განმავლობაში მთელი ინდუსტრია ერთ მთავარ წმენაზე მუშაობდა. გაათმაგე გამოთვლითი სიმძლავრე და მოდელი მნიშვნელოდ უფრო ჭკვიანი ხდება. მეტი გამოთვლითი სიმძლავრე ნიშნავს მეტ შესაძლებლობას წლიდან წლამდე. მთელი ბიზნეს მოდელები ამ ვარაუდზე იყო დაფუძნებული. შედეგებმა კი სხვა რამ აჩვენა. რამდენიმე ლაბორატორიაში მონაცემები ერთსა და იმავეს ამბობდა. გამოთვლითი სიმძლავრის ათმაგი ზრდა მხოლოდ მცირე გაუმჯობესებას იძლეოდა, დაახლოებით 10-დან 15%-მდე, ზოგჯერ ნაკლებსაც. რაც ადრე ინტელექტის ნახტომს იწვევდა, ეხლა მხოლოდ უმნიშვნელო გაუმჯობესებას იძლეოდა. OpenAI-მ ეს საკუთარი თვალით ნახა. მოდელი, რომელიც შემდეგ დიდ ნაბიჯად მიიჩნეოდა და კოდური სახელით ორიონი იყო ცნობილი, წინა ფლაგმანურ მოდელს გაწვრთნის მხოლოდ მცირე ნაწილის შემდეგ გაუტოლდა. შემდეგ კი პროგრესი შეჩერდა.
ადამიანებმა, რომლებმაც იგი გამოსცადეს, თქვეს, რომ გაუმჯობესებები მოსალოდნელზე ნაკლები იყო. როდესაც საბოლოოდ გამოვიდა, ეს აღარ იყო დიდი ხნის დაპირებული GPT-5, არამედ GPT-4.5, რაც სახელითაც კი დათმობაზე მიუთითებდა. თუმცა ყველა არ დაეთანხმა ამ შეფასებას. როდესაც 2024 წელს შენელების შესახებ ინფორმაცია გაჟონა, OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა ეს საჯაროდ უარყო. კედელი არ არსებობს, განაცხადა მან. მკვლევარმა გარი მარკურსმა საფასუხოდ აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვები უკვე რამდენიმე თვეა აშკარა იყო. Andreessen Horowitz-მაც კი, რომელსაც მილიარდები ჰქონდა ამ შედეგზე დადებული, აღიარა, რომ მეტი გამოთვლითი სიმძლავრე აღარ იძლეოდა ინტელექტის ისეთივე ნახტომებს. ზოგისთვის ეს დროებითი პლატო იყო, სხვაებისთვის კი ეპოქის დასასრული. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფული მაინც მიედინებოდა, უბრალოდ სხვა მიმართულებით. საჯაროდ გზავნილი იგივე რჩებოდა. პროგრესი სულ მალე იქნებოდა. კერძო საუბარში კი სულ უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა ერთსა და იმავე დასკვნამდე. სტრატეგიას, რომელმაც 10 წლეულის განმავლობაში გარღვევები გამოიწვია, სივრცე ეწურებოდა და შემდეგი მიღწევები მხოლოდ გაწურთნის შემდეგ უნდა მოსულიყო. საწყისი ნახტომები ძნელი შესამჩნევი არ იყო. თითოეული ახალი მოდელი წინა მოდელზე ჭკვიანი ჩანდა. ეს ყველასთვის აშკარა იყო, ვინც პროცესი მათ იყენებდა. ახალი ვერსიები სხვანაირად იგრძნობოდა. დიახ, უკეთესი, უფრო გამართული და სანდო, მაგრამ არა ისეთი ნახტომი, რომელიც დახარჯულ მილიარდებს გაამართლებდა. ამის აღიარება ნიშნავდა ეჭვის ქვეშ დატანებას იმ საფუძვლებისა, რაზეც მთელი ინდუსტრია იყო აგებული. ამიტომ ინდუსტრია მიეღდნო ერთადერთ რამეს, რაც ჯერ კიდევ მუშაობდა. მოდელებისთვის მეტი ტოკენის მიცემას. იმ დროს, როცა მოდელები უფრო პატარა იყო და კითხვაზე პასუხი თითქმის არაფერს ღირდა, ChatGPT თვეში $20 გაეშვა. ეს ფასი მაშინ დადგინდა, როცა AI-ის მუშაობა იაფი იყო და წლების შემდეგაც იგივე დარჩა. თუმცა, ეკონომიკა სრულიად შეიცვალა. OpenAI-ისთვის ზოგიერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი თვეში $120-ზე მეტს უჯდებოდა გამოთვლითი რესურსების მხრივ, მაშინ როცა ისინი მხოლოდ $20 იხდიდნენ ამ შესაძლებლობისთვის. ამ მომხმარებლიდან თითოეული კიდევ უფრო ამაღლებდა სხვაობას სერვისის ღირებულებასა და მის ფასს შორის. ეს გავს სასურსათო მაღაზიას, რომელიც ერთგულ მომხმარებელს კარგად ექცევა და შემდეგ გასვლისას $100-იან აპოლებს. ამით ამთავრდება. ის ეძებს კიდევ 1000 ასეთივე მომხმარებელს. რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარდება ეს პროდუქტი, მით უფრო სწრაფად იწვის ფული. ეს არ არის დროებითი სირთულე, რომელიც თავისით გამოსწორდება. ეს სისტემაშია ჩადებული. ყოველ ჯერზე, როცა მოდელი ცოტა უფრო დიდხანს ფიქრობს, ხარჯი იზრდება. რაც ადრე სწრაფი პასუხი იყო, ეხლა შეიძლება გადაიქცეს გრძელი მსჯელობის ჯაჭვად, რომელიც კულისებში მიმდინარეობს, სანამ პასუხი მომხმარებლამდე მივა. ეს სიზუსტისთვის კარგია, მაგრამ ხარჯისთვის ნაკლებად სასურველი. ყველაზე რთული კითხვები, ყველაზე მეტ გამოთვლით რესურსს მოითხოვს და სწორედ ასეთი კითხვებისთვის მიმართავენ ადამიანები საუკეთესო მოდელებს. ეს მთელ ინდუსტრიაზე მოქმედებს. ჩიპები შეძენილი იყო და მონაცემთა ცენტრები აშენდა, მაგრამ შემოსავალი, რომელიც მათ გაამართლებს, ჯერ არ მოსულა. 2020 წელს ვენჩურულმა ფირმამ Sequoia-მ ეს ხელოვნური ინტელექტის $600 მილიარდიან კითხვას წარმოაჩინა. ის განსხვავება, რაც ათეულობით მილიარდს შორისაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აპარატურაში იდება და იმ თანხას შორის, რომელსაც ინდუსტრია ოდესმე უკან დაიბრუნებს. ამ მონაცემთა ცენტრებს წელიწადში 100 მილიარდი ჭირდებათ მხოლოდ ნულზე გასასვლელად, ხოლო გამოტერები მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს. მეტი $20-იანი გამომწერის დამატება კამას ვერ გადაჭრის, რადგან ყოველი ახალი ინტენსიური მომხმარებელი პრობლემას მხოლოდ ამძიმებს. ასე რომ, ლიმიტი ლოგიკურია. ყველასთვის ყველაზე ძლიერი მოდელის მთელი დღის განმავლობაში გამოყენების უფლების მიცეცემა არასდროს იმუშავებდა. ციფრები ამას არ იძლევა. ამიტომ ყველაზე ძვირადღირებული დატვირთვები უფრო და უფრო მეტად გადადის უფრო მაღალ ფასიან პაკეტებსა და კორპორატიულ მომხმარებლებზე, სადაც ეს ეკონომიკურად გამართლებულია. კორპორატიულ კონტრაქტებში შესაძლებელია ტოპ მოდელის ღირებულების დამალვა იმ საათებში, რასაც ის ზოგავს და იმ თანამშრომლებში, ვისაც ის ანაცვლებს. ერთი $20-იანი გამომწერი ამას ვერ შეძლებს. ლაბორატორიების პერსპექტივიდან ეს გამომწერი არასდროს ყოფილა ნამდვილი მომხმარებელი. ის იყო მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქტი მუშაობდა. ის აჟიოტაჟი, რომელმაც კორპორატიული გარიგებები შესაძლებელი გახადა. გაზრახ ზარალიან მომხმარებელთა ბაზა ისეთ მასშტაბამდე გაზარდეს, როგორც ინდუსტრიას აქამდე არასდროს უცდია. ფული მხოლოდ პრობლემის ერთი ნაწილი იყო. უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ყველა ლაბორატორიას ეწურება სწორედ ის, რაც აუცილებელია შემდეგი თაობის შესაქმნელად. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მასშტაბირება აღარ იძლევა შედეგს და ვადა ახლოვდება? სოფლიოში დაწერილი ტექსტის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა არსებობს. უცნაურად ჯრევს, მაგრამ ეს სიმართლეა. თუ სპამსა და დაბალი ხარისხის მასალას გამოვრიცხავთ, ინტერნეტში დარჩენილი ნამდვილად სასარგებლო ადამიანების მიერ დაწერილი ტექსტის რაოდენობა სწრაფად მცირდება. Epoch AI-ის მკვლევარებმა ეს დაახლოებით 300 ტრილიონ ტოკენად შეაფასეს. გაწვრთნის ყველაზე სწრაფი ტემპებით ეს რესურსი ძირითადად 2026 წლისთვის შეიძლება ამოიწუროს, ხოლო უმეტეს პროგნოზებში ეს ვადა 2028 წელზე მოდის. რამდენიმე წლის შემდეგ კი მთლიანად ამოიწურება, თუმცა მისი ყველა ნაწილი ერთნაირად ღირებული არ არის. საუკეთესო მასალა პირველ რიგში გამოიყენეს ფრთხილად დამუშავებული წიგნები, ხარისხიანი ჟურნალისტიკა, რეცენზირებული კვლევები. ამ მასალის დიდი ნაწილი უკვე რამდენჯერმე იქნა გამოყენებული სწავლების პროცესში. რაც დარჩა, ესაა ჩვეულებრივი ვებგვერდები, რომლებიც ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლებს მატებენ. ეს ის პრობლემა არ არის, რომელსაც მეტი გვერდის შეგროვებით მოაგვარებ.
ადამიანის მიერ შექმნილი ტექსტი, რომელმაც ბოლო დიდი წინსვლები გამოიწვია, იწურება და ის საკმარისი სისწრაფით არ იცვლება, რომ ტემპს აუწყოს. ამიტომ ინდუსტრია ერთადერთ წყაროს მიუბრუნდა, რომელიც ჯერ კიდევ ამოუწურავად ჩანდა. თვითონ მანქანებს. თუ ადამიანებს სიტყვები გაუთავდათ, მოდი მანქანებმა თვითონ დაწერონ ტექსტები და ეს მივაწოდოთ შემდეგ მოდელს, დავხუროთ წრე და მივცეთ მანქანას საშუალება თვითონ ასწავლოს მანქანას. ეს უკვე სცადეს. შემდეგ რაც ხდება, ამას მოდელის კოლაფსი ეწოდება. და 2024 წელს ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა ამის დეტალური ანალიზი. თუ თითოეულ ახალ თაობას ძირითადად მანქანის მიერ შექმნილ ტექსტებზე ავარჯიშებთ, ის ძალიან სპეციფიკური გზით ილπება. იმაზე რაც მას შეუძლია თქვას, დიაპაზონი ვიწროვდება. ის იდენტობა და პიროვნება, რაც რეალურ ადამიანიანურ წერაში არსებობს, ყოველ ახალ ვერსიაში ქრება. მოდელი თანდათან საკუთარ უფრო ერთფეროვან და განმეორებად ასლად იქცევა. და ეს მხოლოდ უარესდება. Nature-ის გუნდმა მოდელს მისცა ტექსტი შუა საუკუნეების ეკლესიის კოშკებზე. შემდეგი ვერსია მის პასუხებზე დააწურთნა. შემდეგ კი კიდევ ერთხელ იმ პასუხებზე, ასე განმეორებით. მეცხრე თაობისთვის მოდელს კითხვა მთლიანად დავითლებული ჰქონდა და არქიტექტურაზე დაწყებულ ტექსტში უკვე კურდღლებზე საუბრობდა. თითოეული თაობა, რომელიც წინა თაობაზეა დაკრნობილი, რეალურ პირველ სახეს კიდევ უფრო შორდება და მეტი მანქანური ტექსტის დამატება ამ დაღმასვლას ვერ აჩერებს. ეს პროცესი აჩქარებს და სისტემას იქით მიათრევს, რომ ბოლოს დარჩეს მხოლოდ იმის ბრტყელი, გამოცლილი ექო, რაც ოდესღაც იცოდა. თუნდაც ცოტა ადამიანური ტექსტი დავამატოთ, ეს ვეღარ გადაარჩენს. მანქანურად შექმნილი ნაწილი ისეთი შეცდომებით იპარება, რომ მათი პოვნა თითქმის შეუძლებელი აზრლებელი. ბოლოს მოდელი იწყებს საკუთარ ვარაუდებს ზენდობას, როგორც ფაქტებზე აორმაგებს თავის ბრმა წერტილებს, იმეორებს საკუთარ შეცდომებს და წამლავს წყაროს, საიდანაც თავად სვამს. აქედან გაქცევა შეუძლებელი. თუ მეტი მონაცემი მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას, რა მოხდება მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი თავად სამყაროს ფიზიკურ ზღვარს მიადგება? ვირჯინიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლაუდონის საგრაფოს გარეთ, მილის და მილის სიგრძეზე ფანჯრების გარეშე შენობები დომინირებს ლანდშაფტზე. შეიძლება ჩვეულებრივ ადგილად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეფასებით, გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის 70% სწორედ აქ გადის. მონაცემთა ცენტრები მხოლოდ 2024 წელს ლაუდონის საგრაფოსთვის დაახლოებით 875 მილიონი დოლარის საგადასახადო შემოსავალი მოუტანა, რაც საკმარისია სკოლების დასაფინანსებლად და გზების ასაშენებლად. ეს ადგილი პლანეტაზე ხელოვნური ინტელექტის აპარატურის ყველაზე მჭიდრო კონცენტრაციად იქცა და მასში შემავალი ენერგიის რაოდენობა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ გაგება რთულია. რამდენიმე წლის წინ დიდი მონაცემთა ცენტრი კრიქსელისგან დაახლოებით 30 მეგავატ სიმძლავრეს ითხოვდა. დღეს ერთი კამპუსი შეიძლება 100 მეგავატს ითხოვდეს. ყველაზე დიდი კი უკვე გიგავატებს უახლოვდება. ეს იმდენად დიდი რაოდენობის ელექტროენერგიაა, რომ ერთი ობიექტი 2 სრული ბირთვული ელექტროსადგურის გამომუშავებასაც კი მოიხმარს. ეს ენერგია უკვე მოთხოვნილია და დამტკიცებულია. რაც აკლია არის ინფრასტრუქტურა, რომ ეს ენერგია მიეწოდოს. Dominion Energy, რომელიც რეგიონში უმეტესობას ამარაგებს, საჯაროდ აცხადებს, რომ ახალ სიმძლავეს მოსალოდ ვადებში ოდნელ ვადებში ვერ მიაწვდის. დიდი ობიექტის ქსელთან მიერთებას ახლა 4-დან 7 წლამდე სჭირდება, ხოლო მიმოხილვის რიგში ჩასმას კიდევ უფრო მეტი დრო მიაქვს. ბარიერი ახლა აღარ არის ჩიპები ან მოდელები, ეს არის ელექტროქსელი. ტოკენების მაქსიმიზაცია მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ყოველი რთული მოთხოვნის დამუშავება უფრო მეთხანს გრძელდება, ვიდრე ადრე არსებული მარტივი ჩატბოტების შემთხვევაში. ეს ნიშნავს energetical ქსელზე უფრო ხანგრძლივ დატვირთვას. ასე რომ, თუნდაც მონაცემები არასდროს ამოწურულიყო და მოდელები არასდროს დაძველებულიყო, მათი მომარაგებისთვის საჭირო ენერგია ნებართვებსა და არარსებულ ინფრასტრუქტურაზე იქნებოდა დაბლოკილი. ეს ქმნის მკაცრ ზღვარს, რამდენი ხელოვნური ინტელექტის პროექტი შეიძლება ამოქმედდეს ერთდროულად. თუ სისტემა ყველასთვის საკმარისად სწრაფად ვერ ფართოვდება, რაც ყვეთს, ვინ მოხდება შიგნით და ვინ არა. საუკეთესო ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის EAP სერვისი არ იქნება. ის იმათ შეხვდებათ, ვისაც მისი რეალური ფუნქციონირების საფასურის გადახდა შეუძლია. უფრო მარტივი მოდელები ფართოდ ხელმისაწვდომი დარჩება, რადგან ისინი იმდენად იაფია, რომ კომპანიებს მათი ხარჯების გაწევა შეუძლიათ. მაგრამ ის სისტემები, რომლებიც უფრო დიდ ხანს ფიქრობენ და თითოეულ პასუხზე მეტ რესურსს ხარჯავენ, უფრო და უფრო მაღალ დონეებზე გადავა და მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც მათი ხარჯების დაფარვა შეუძლია. დროთა განმავლობაში ამ ორ სამყაროს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ყველაზე ძლიერი სისტემების ღირებულება მუდმივად იზრდება. ზედა დონეები ექნება ისეთ ფასებს, რომლებიც რეალურ გამოთვლით ხარჯებს შეესაბამება. ეს არ იქნება მარკეტინგისთვის ხელსაყრელი ფასი. კორპორაციები გააფორმებენ უფრო და უფრო დიდ კონტრაქტებს, რადგან მათ შეუძლიათ ხარჯების განაწილება. ყველა, ვინც სერიოზული სამუშაოსთვის საუკეთესო მოდელზეა დამოკიდებული, უნდა დაფიქრდეს, ნამდვილად ღირს თუ არა ეს ფასი. სოფლიოსთვის მიცემული დაპირება მარტივი იყო. ხელოვნური ინტელექტი ყოველ წელს უფრო EAP გახდებოდა, სანამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახდებოდა. ამის ნაცვლად კი სხვა რამ იჩენს თავს. სისტემა, სადაც საუკეთესო მოდელები განზრახ შეზღუდულია. კომპანიებისთვის ეს ეკონომიკაა. მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაფრთხილების გარეშე იზღუდებიან, ეს გამორიცხვას გავს. უნივერსალური ხელოვნური ინტელექტი აღარ არსებობს. ეხლა მას სხვადასხვა დონე აქვს. ხელოვნური ინტელექტის მოდელები მხოლოდ გამოწერებს კი არ ცვლიან, არამედ კარიერებსაც გარდაქმნიან. როდესაც მანქანური სწავლება ფართოვდება, მომავალი თაობის მუშაკები ამას პირველები გრძნობენ.
ნახეთ, როგორ იწვევს ხელოვნური ინტელექტი თეთრსაკელოიანი თანამშრომლების წმენდას. ან უყურეთ ამ ვიდეოს.